ბირფოამა გამოგვიგზავნა ესეთი ხორცეულობის დაფა, თავის კარტოფილი, თავის სოსისებით, რაღაცებით მოკლედ, ახლა გავსინჯოთ და გავიგოთ გემრიელი არის თუ არ არის. მანამდე კიდე დაწერეთ, რომელ საათზე შეგხვდა ეს ვიდეო. პირველი, რა თქმა უნდა დავიწყოთ აი ესეთი კანჭით. გენაცვალე. ხორცი იძენძება და რაც თავია პირში იშლება. ეს უკვე კაი არის. მაგრამ ეხლა ყველაზე მთავარი უნდა გავტესოთ კანი, ხო, კანის ტესტით ვერ გაიარა აზრი არ აქვს. ბოლომდე ხრაშუნა რაღაც ვერ არის. ამიტომ ნორმალურია კანი. აი ხო ხორცი, შააწოთა მასში. ეს ტრემალი გამოცვალეთ აუცილებლად. ტყბილია, ხალხო, ტრემალი უნდა იყოს მჟავე. შემდეგი არის ესეთი ულამაზესი ნეკრები. ნეკრები მართლა კარგად გამოიყურება, მინდა გითხრათ. აი ამ კანს ხარშავენ ლუჩი და მე ნუ აცხობენ ამასთან ერთად. ეს რა რბილია, ქრისტე. კანჭზე მეტად მიყვარს ნეკნები რა, აი კანჭით დიდად ვერ უკაიფობ ხოლმე. ეს რა ხელა სოსისია, ხო? ეს რა როგორი სოსისია, იცით? ერთ მხარეს შენ უნდა ჩაიდო, მეორე შენმა რჩეულმა და ესე უნდა ჭამოთ და ბოლოში ეს სოსები როგორც მითხრეს არის ხელნაკეთი. გავაგზავნოთ. წნილი. წნილს აქვს კახური ზეთი? ხო. აი წნილს ვინც ამზადებს. მჟავე არის, ცით რა არის, მჟავე ქვია. ამას ქვია მჟავე. და უნდა იყოს მჟავე და ეს არ არის მჟავე, არც ეს არის მჟავე. აბა ეს გავსინჯოთ. ეს ტკბილია. ხორცთან მაგრად ასწორებს მჟავე და ეს უნდა აუცილებლად გამოასწოროთ მჟავე უნდა გააკეთოთ რა. ამას უყურეთ, რა მყელა კარტოფილებია. აუ კანით არის. კარტოფილი მაგარია. ეს არის ამ ხალხის Facebook-ი. გადადით, შეგიძლიათ დაურეკოთ, გამოიძახოთ ისე. და ამას ამატებული კიდე გვითხრეს, რომ ყავს ჩვენი კურიერებიო რა.